გამარჯობა. დღეს მე გთავაზობთ გამდიდრების უმარტივეს გზას. განათლების, კონტაქტების და იმ შესაძლებლობების გარეშე, რომლებიც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს ეძლევათ. ამისთვის თქვენ უბრალოდ უნდა ჩადოთ თანხა და ერთ კვირაში მიიღებთ იმაზე ორჯერ მეტს, ვიდრე ჩადეთ. ერთ თვეში უფრო მეტს და აი ერთ წელში თქვენ იცხოვრებთ იმ ცხოვრებით, რომელზეც ვერც კი იოცნებებდით. დაუჯერებლად ჟღერს არა? კი, მაგრამ 90-იანების დასაწყისში ამ შემოთავაზებას მილიონობით ადამიანი დათანხმდა და ის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო, ერთ დღეში 50 მილიონიან მოგებას ნახულობდა. გაუმეორდები, 50 მილიონიან მოგებას. დღეში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მთელი სისტემები ინგრეოდა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადამიანები დარჩნენ ჩვეული სტაბილური ცხოვრების მიღმა. იქამდე დადგენილი კანონების, წესების და რაც მთავარია, ფულის გარეშე. ინფლაციამ მალევე გააქრო შავი დღისთვის გადადებული დანაზოგიც, თუ კი ვინმეს ის გააჩნდა. ხელფასების სწრაფი ტემპით უფასურდებოდა. მომავალი გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო ყველასთვის. და ზუსტად ამ მომენტში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მოსახლეობას შესთავაზა არა მხოლოდ გამდიდრების საშუალება, არამედ იმედიც, რომელიც პირველზე არანაკლებად სჭირდებოდა ყველას. ეს ადამიანი იყო სერგეი მავროდი. სერგეი არ იყო არც პოლიტიკოსი და არც ძველი სისტემის ოლიგარქი. გულწრფელად რომ ვთქვათ, ის არც იმ ადამიანს გავდა, რომლისთვისაც მილიარდები უნდა მიენდოთ. ის ფულს უბრალო ქაღალდებს ეძახდა, ცხოვრობდა ჩვეულებრივ ბინაში, დადიოდა ძველი სპორტულებით და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ამ სამყაროში ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც არაფერი არ ანაღლებდა. გამოირჩეოდა იმით, რომ იყო ძალიან მშვიდი, ჩუმი, ჩაკეტილი და ფაქტობრივად შეუმჩნეველი ადამიანი. ამასთან განსაკუთრებით ცინიკური. არ საუბრობდა როგორც ელიტის წარმომადგენლები საუბრობდნენ, არამედ ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. და სწორედ ამიტომაც დაუჯერა ხალხმა. სერგეი პირველი დღიდან ამბობდა იმას, რომ იცოდა როგორ უნდა დახმარებოდა გაღატაკებულ ხალხს და უბრალოდ აკეთებდა ამას. მან შექმნა სისტემა, რომელიც ყველას აძლევდა გამდიდრების შესაძლებლობას. თუმცა, რეალურად ეს იყო ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პირამიდა. დააფუძნა კომპანია სახელად MMM და მოხდა ის, რაც ახლა შეუძლებლად ჟღერს. ჩაერთო 15 მილიონზე მეტი ადამიანი. ფული მდინარესავით მიედინებოდა. კომპანიის რეკლამები ვირუსულად ვრცელდებოდა და კომპანია ხდებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების კულტურის ნაწილი. ყოველას ტელევიზორში ჩანდა ერთი ჩვეულებრივი პერსონაჟი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სისტემა ნამდვილად მუშაობდა და მოუწოდებდა მაყურებელს თანხა ჩაედო MMM-ში. თუმცა, ყველა პირამიდა დგას ერთ მარტივ წესზე. მას აქვს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა იქამდე, სანამ მასში ახალი ადამიანები ერთიანდებიან და როდესაც ეს პროცესი ჩერდება, სისტემა უბრალოდ ინგრევა. სხვადასხვა შეფასების მიხედვით დაზარალდა მილიონობით ადამიანი. ზოგმა დაკარგა მთელი ცხოვრების ნაგროვები თანხა, ზოგმა ბინა და ზოგმა ცხოვრების სურვილიც კი. რატომ მიენდო მილიონობით ადამიანი? და ვინ იყო რეალურად სერგეი მავროდი? გენიოსი, თაღლითი თუ უფრო მეტი? დღეს გავარჩევთ ისტორიას, რომელიც გამოიყურება როგორც სრული აბსურდი. თუმცა რეალურად ასახავს იმას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის იმედი, რწმენა და ნდობა. დღევანდელი ვიდეოს თემა არის სერგეი მავროდი, ფინანსური პირამიდა და MMM. მოდით დავიწყოთ იქიდან, თუ საერთოდ ვინ იყო სერგეი მავროდი, სანამ მას მთელი მსოფლიო გაიცნობდა. სერგეი დაიბადა 1955 წელს, ჩვეულებრივ საბჭოურ ოჯახში, მოსკოვში. მამა ინჟინერი, დედა კი ეკონომისტი იყო. ჰქონდათ ჩვეულებრივი შემოსავალი, არ გამოირჩეოდნენ არაფრით. არც ცნობილი ნაცნობები ჰყოლიათ, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმის, რომ მათ ოჯახში ფინანსური გენიოსი გაიზრდებოდა. თუმცა ბავშვობიდანვე მარტივი შესამჩნევი იყო ის, რომ სერგეი არ იყო ისეთი, როგორიც ყველა. ჰქონდა ფენომენალური მახსოვრობის უნარი. ამბობდნენ, რომ შეეძლო რამდენიმე გვერდიანი ტექსტი სიტყვასიტყვით დაემახსოვრებინა. უყვარდა მათემატიკა, ფიზიკა, ლოგიკა, სისტემები. ის, რაც უმრავლესობისთვის რთული იყო, მისთვის გასართობად ითვლებოდა. განასხვავებდა ისიც, რომ არ იყო სოციალური ადამიანი. თავს არიდებდა ხალხს, არ უყვარდა შეკრებები, არ ისწრაფოდა ლიდერობისკენ. პირიქით, ჩუმად იჯდა. აკვირდებოდა ყველას და აანალიზებდა. იმარჯვებდა ოლიმპიადებში, იყო წარჩინებული მოსწავლე. თუმცა, სკოლის დასრულების შემდეგ სასურველ უნივერსიტეტში, მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ შეძლო. მოუწია სხვა სასწავლებლის შერჩევა და საბოლოოდ სწავლა დაიწყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტროობისა და მათემატიკის განხრით. ამის შემდეგ მუშაობა დაიწყო პროგრამისტად და ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან პროგრამირება უკვე სისტემებზეა და
და იმის გაანალიზებაზე, რომ პატარ-პატარა დეტალებით რაღაც უზარმაზარის შექმნა შესაძლებელი. სწორედ ეს მიგნება გახდება მომავალში MMM-ის საფუძველიც. თუმცა, იქამდე 80-იანებში ის ჯერ არ აშენებდა პირამიდებს. ის ბიზნესით იყო დაკავებული, წვრილი, ნაცრისფერი საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელით. ვიდეოკასეტების გადაწერითა და გაყიდვით, რაც მაშინ არალეგალური იყო. ტექნიკის იმპორტით, სხვადასხვა კოოპერატივით, არაფერი მასშტაბურით, მაგრამ ამ პროცესებში გაიაზრა ის, რომ ფული კეთდება არა იქ, სადაც ყველაფერი სამართლიანად იყო, არამედ იქ, სადაც სისტემების გარღვევები შეინიშნებოდა. შემდეგ მოხდა ის, რამაც ყველაფერი სამუდამოდ შეცვალა. 1991 წელი საბჭოთა კავშირის დაშლა. СССР больше нет. Республики бывшей державы, за исключением Грузии и стран Балтии, их 11, учредили Содружество независимых государств. ამ დროს კანონები სუსტი იყო, კონტროლი მინიმალური, ადამიანები კი დაბნეული და ასეთ მომენტებში ჩნდებიან ხოლმე მავროდისნაირი ადამიანებიც. ძმასთან და მის ცოლთან ერთად ქმნის კომპანია MMM-ს. ჩვეულებრივ კოოპერატივს, არაფერს განსაკუთრებულს, არანაირ პირამიდას. თუმცა ძალიან მალევე ხვდება ერთ რაღაცას, რომ ამ სამყაროში ყველაზე მეტად ფასობს არა ნავთობი ან ტექნიკა, არამედ ადამიანების ნდობა. და თუ შენ შეგიძლია ამ ნდობის გამოყენება, შენ შეძლებ ყველაფრის მართვას. ამ მომენტის შემდეგ მავროდი დგავს ნაბიჯს, რომელიც ცვლის მილიონობით ადამიანის ბედს, გადაწყვეტს სისტემის შექმნას, რომელიც გაიზრდება არა ბიზნესის ხარჯზე, არამედ თავად ადამიანების. სისტემას, რომელშიც ყველა სჯერა რომ გამდიდრდება. თუმცა არ გეგონოთ, რომ ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფონით მხოლოდ მავროდი მისარგებლა. არა, აი მაგალითად, ეთერში გამოჩნდა ალან ჩუმაკი, რომელიც მუხტავდა სასწაულმოქმედ წყალს და ყიდდა მას. კაშპიროვსკი კი აჰიპნოზებდა და კურნავდა ყველას, ვინც მას შეხედავდა. მიუბრუნდეთ ჩვენ თავარ პერსონაჟს და გავარკვიოთ, როგორ მუშაობდა სისტემა. ერთი შეხედვით ყველაფერი ლეგალური იყო. MMM იყიდდა საკუთარ აქციებს. შენ მიდიოდი მათ ოფისში, იხდიდი თანხას და გაძლევდნენ ქაღალდის აქციას, რომელიც გამოიყურებოდა როგორც საბჭოთა კავშირის 10 რუბლიანი. იმ განსხვავებით, რომ ლენინის პორტრეტის ნაცვლად აქ მავროდის სახე იყო, რის გამოც ამ ქაღალდს მავროდიკები უწოდეს. კანონით ეს არ იყო რეალური აქცია, რის გამოც მას არ ეხებოდა არანაირი წესი ან შეზღუდვა. მოკლედ, გაძლევდნენ მავროდიკს და გეუბნებოდნენ. დაიცადე და მისი ფასი გაიზრდება და ის მართლაც იზრდებოდა. მაგალითად, თუ შენ დღეს ჩადებდი 100 ლარს, ერთ კვირაში გექნებოდა უკვე 150, ხოლო ერთ თვეში 300 ლარი. პირველმა ადამიანებმა უპრობლემოდ მიიღეს გაზრდილი თანხა. ისინი მიდიოდნენ ოფისებში და მათ უბრუნებდნენ როგორც საკუთარ ჩადებულ ფულს, ასევე დანამატს. ზუსტად ეს იყო მთავარი გასაღებიც, რადგან ამ მომენტში ჩაირთო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მექანიზმი ნდობა. სხვათა შორის მომავალში MMM-ის მავროდი კი იმდენად ძლიერი გახდა, რომ მას ჩვეულებრივ ფულადაც იყენებდნენ. მაგალითად, მარკეტებში ანგარიშწორებას ამ ქაღალდითაც ახერხებდნენ. მეზობელი ეუბნებოდა მეზობელს, MMM-ში ჩავდე 500 რუბლი და მივიღე 1000. მეგობარი ეტყოდა მეგობარს, აუ ძმა, მართლა მუშაობს. შვილი ეუბნებოდა ბებოს, ჩადე შენი დანაზოგი და ის გაგიორმაგდება და წავიდა ჯაჭვური რეაქცია. მაგრამ ის არავის ესმოდა, რომ MMM არაფერს არ აწარმოებდა. ეს არ იყო ბიზნესი და არ ჰქონდა შემოსავლის რეალური წყარო. მაშინ რანაირად უხდიდა ხალხს თანხას? პასუხი ძალიან მარტივია, მაგრამ ამასთანავე საშინელიც. ახალ ინვესტორებს უხდიდნენ ძველი ინვესტორების ჩადებულ ფულს. სწორედ ესაა ფინანსური პირამიდაც. უკეთ რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ 10 ადამიანი. ყველამ ჩადო თანხა. მერე მოვიდა კიდევ 20 კაცი და მათი ინვესტიციით თანხას უკან უბრუნებთ პირველ 10-ს. იმათ უხარიათ, რომ ვა, ეს მუშაობს და მოყავთ სხვები. მოდის 100 ადამიანი, მერე 1000, მერე კი მილიონი, 15 მილიონი. და სანამ ეს ნაკადი იზრდება, სისტემაც მუშაობს. თუმცა ხო ხვდებით, რომ ეს პროცესი ვერ იქნება უწყვეტი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ახალი მოსული ადამიანების რაოდენობა არასაკმარისი გახდება. ამ მომენტში ხდება გარდაუვალი მომენტი. ჯაჭვი ირღვევა, თანხა იწურება და კომპანიაც ვეღარავის უხდის. სისტემა ქაოსად იქცევა. თუმცა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. სერგეი თავად მართავდა პროცესს. ის წყვეტდა, როდის გაიზრდებოდა აქციები, როდის დაეცემოდა და როდის გაიყინებოდა. ეს არ იყო ბაზარი. უფრო ერთი ადამიანის მიერ დადგენილ თამაშის წესებს გავდა. კურსი იცვლებოდა კვირაში 2 ჯერ. ძირითადად პრინციპით დღეს უფრო ძვირია, ვიდრე იყო გუშინ. და თავიდან აქციის ფასიც სტაბილურად მზარდი იყო. 27 ჯერ გაიზარდა. მავროდიც არ მალავდა იმას, რომ ერთ პიროვნულად მხოლოდ მასზე იყო აქციების კურსი დამოკიდებული. ადამიანები ამას ხედავდნენ და მაინც აგრძელებდნენ ნდობას, რადგან იცოდნენ, რომ ვიღაცამ რეალურად ნახა მოგება. რეკლამები აბსოლუტურად ყველგან ტრიალებდა. გარშემო ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ეს მართლაც მუშაობდა და რაც მთავარია, არავის უნდოდა იმ ადამიანად ყოფნა, რომელმაც ძალიან კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.
თამაში არ იყო უბრალოდ ფულზე. იყო შიშზეც, რომ არ ჩამორჩენილიყვნენ რაიმე გენიალურს. წეღან რეკლამა ვახსენე და ესეც საინტერესო მომენტია, რადგან მავროდიმ აქაც გენიალურად ითამაშა და შექმნა სახალისო ვიდეოების სერია, რომლებიც ვირუსულად ვრცელდებოდა. ის ეთერების 25%-ს იკავებდა და ეს ძალიან დიდი რიცხვია, პლუს იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში ტელევიზია უდიდეს როლს თამაშობდა ადამიანის აზრის ფორმირებაზე. რეკლამების message box-ის თავარი აზრი იყო ის, რომ MMM-ში ინვესტირებული თანხა სტაბილურია, სწრაფად მზარდია და თავს გაგრძნობინებდა განსაკუთრებულ ადამიანად, სისტემის წევრად. აქედან მოდის 90-იანების ფრაზაც, რომელიც ალბათ ყველა პოსტსაბჭოელმა იცის. Я не халявщик, я партнер. Верно, Леня. Мы партнеры. პერსონაჟი ფულს აგროვებდა ცოლისთვის, რათა ეყიდა ჩექმა და საბოლოოდ იმ ხელა მოგება ნახა MMM-ში, რომ ცოლის ყველა სურვილთან ერთად ბინის ყიდვაც მოახერხა. MMM-ი იმდენად ცნობილი გახდა, რომ მალევე იქცა კულტურის ნაწილად. ადამიანები ყველგან საუბრობდნენ მასზე, სამსახურებში, ტრანსპორტში, ოჯახურ შეკრებებზე. ეს უბრალოდ ინვესტიცია კი არ იყო, არამედ ქვეყნებში ნომერ პირველი განსახილველი თემა. სხვათა შორის, რაღაც მომენტში მავროდი ისეთი ძლიერი ფიგურა გახდა, რომ 1996 წელს ტელევიზიის საშუალებით ახალ წელს მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, სწორედ ის ულოცავდა. Я Сергей Мавроди, президент объединения МММ, которое знают все. Сегодня я хотел бы обратиться ко всем телезрителям с новогодним поздравлением. რეკლამები სხვადასხვა აქტივობებსაც მოიცავდა, კამპანიებს. მაგალითად, 1991 წელს MMM-ი რამდენიმე დღის განმავლობაში აფინანსებდა მოსკოვის მეტროს და მოსახლეობისთვის ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იყო. კომპანია მართავდა სილამაზის კონკურსებსაც, რომლებშიც ძირითადად სერგეის ცოლი, უკრაინელი ელენა პავლუჩენკო იმარჯვებდა. შემდეგ მოხდა გარდაუვალი. პირამიდამ დაიწყო ნგრევა. თუმცა არა ერთიანად ან ერთ დღეში. თავდაპირველად იყო პატარ-პატარა გარღვევები, შეყოვნებები, თანხის გაცემის რიგები ნელ-ნელა იზრდებოდა და ადამიანებმაც დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. 1994 წელს სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ჩაერთო სახელმწიფოც. კომპანიამდე მიაღწია საგადასახადო. საქმე გაიხსნა სერგეი მავროდის წინააღმდეგ, ფინანსური დარღვევების ბრალდებით, რადგან ის არ იხდიდა გადასახადებს და ფარავდა შემოსავალს. იმ მომენტში 50 მილიარდ რუბლს. მას აკავებენ, რაც რა თქმა უნდა საბოლოოდ დაანგრევს სისტემას, რადგან ის იდგა მხოლოდ ამ ადამიანის მიმართ ნდობაზე. ადამიანები უყურებენ მის დაკავებას და პირველად სვავენ კითხვას. იქნებ ბრალდება რეალურია. ყველა ჩქარობს ფულის გამოტანას, რომელიც ყველასათვის საკმარისი არც არასდროს ყოფილა. ხალხის რიგი იზრდება ბრბოში, ბრბო პანიკაში, პანიკა აგრესიაში. ხალხი ოფისების ჩარაზულ კარზე აკაკუნებს, ყვირიან და ითხოვენ საკუთარი თანხის დაბრუნებას, რომელსაც ფიზიკურად ვერ დააბრუნებდნენ. მილიონობით ადამიანი დარჩა ყველაფრის გარეშე. მთელი ცხოვრების დანაზოგი ერთ დღეში უბრალოდ გაუქრათ. მომავალში მავროდი იტყვის, რომ 94 წელს სისტემა კი არ დაეცა, არამედ ხელოვნურად განადგურდა სახელმწიფოს მიერ. МММ не рухнула вовсе в 1994 году, а была искусственно разрушена властями целенаправленно. Так что все претензии о пострадавших людях это к государству, к нашему дорогому, предъявлять надо, не ко мне. და მართლაც, ხალხის დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ მათი მტერი არა პირამიდის შემქმნელი იყო, არამედ მართველი ძალა და მავროდი აუცილებლად დააბრუნებდა ფულს, რადგან ის ამას ინტერვიუებში ამბობდა. ამასობაში მავროდი ჯდება. არა, ციხეში არა. დეპუტატად. მან აქაც გონივრული გათვლა გააკეთა და აი როგორ. სერგეი მოდის პოლიტიკაში. ანუ წარმოიდგინეთ, 1994 წელი, ქვეყანა კრიზისშია, ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს და ძალიან გაბრაზებულები არიან. და ამ დროს ის, ვინც ისინი აქამდე მიიყვანა, კენჭს იყრის სახელმწიფო დუმაში. გავმეორდები. ადამიანი, რომელიც ბრალდებულია ფინანსური პირამიდის შექმნაში, მოდის მართველ ძალაში. და მთავარი იცით რა არის? ადამიანი მას ხმას აძლევს. რადგან, როგორც თქვი, ბევრისთვის ის არ იყო თაღლითი. იყო ადამიანი, რომელმაც მათ შესაძლებლობა მისცა. რადგან იყვნენ ისეთები, რომლებმაც მართლა ნახეს მოგება. და ვინც ვერ ნახეს, ფიქრობდნენ იმას, რომ სერგეის ამაში ხელი სახელმწიფომ შეუშალა. რუსეთის მმართველობისთვის ხდება ყველაზე საშიში მომენტი, რადგან მავროდი უბრალოდ ბიზნესმენი კი არა, პროტესტის სიმბოლო ხდება, რომელიც უპირისპირდება კანონებს და ამით მოსახლეობას ადლევს იმედს, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაფერი დაკარგა. იგებს კიდეც, ოქტომბერში ხდება დუმის წევრი. ანუ ეძლევა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ხელშეუხებლობა.
მას ვერც დააკავებდნენ, ვერც ჩასვავდნენ და ვერც გახსნილ საქმეს დახურავდნენ ისე მალე, როგორც ალბათ ჰქონდათ გათვლილი. შესაბამისად, სისტემამ, რომელსაც გვერდი აუარა, ვალდებულია დაიცვას ის. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხელშეუხებლობის გარდა მავროდი არ იყენებდა იმ პრივილეგიებს, რომლებიც ეკუთვნოდა როგორც პოლიტიკოს. მეტიც, ფაქტობრივად არც კი მონაწილეობდა სამუშაო პროცესში. ამბობდა, რომ ეს სტატუსი ეხმარებოდა საქმიანობის გაგრძელებაში, რადგან ხალხის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდა. თუმცა ინვესტორებს საკუთარი თანხა მაინც არ მიუღიათ. საუბარი გვაქვს 15 მილიონ ადამიანზე, რომელთაგან მინიმუმ 50 ადამიანმა სიცოცხლე საკუთარი ხელით დაასრულა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა. ზარალი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით დაახლოებით 70-100 მილიარდი დოლარი იყო. ამასობაში ცხადია გამოძიება გრძელდებოდა. უკმაყოფილო ადამიანები თანხის დაბრუნებას ითხოვდნენ და იმუნიტეტიც დიდხანს ვერ ექნებოდა. 1995 წლის ოქტომბერში მავროდის შეუჩერდა სახელმწიფო მანდატი. და იცით რის გამო? იმის, რომ ის არ გამოცხადდა დუმას არც ერთ კრებაზე. რის გამოც ის კანონის წინაშე ისევ ჩვეულებრივ მოქალაქედ იქცა. თქვენი აზრით, რა გააკეთა ამის შემდეგ? 96 წელს სცადა საკუთარი კანდიდატურის დარეგისტრირება საპრეზიდენტო არჩევნებზე და რამ შეუშალა ხელი? კანდიდატი რომ გამხდარიყო, საჭირო იყო 1 მილიონ ადამიანზე მეტი ხელმოწერა და სწორედ მათ გაყალბებაში დასდეს ბრალი. 97 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით MMM-ი ოფიციალურად დაიხურა. მავროდი კი ბრალდებულად ცნეს თაღლითობაზე. ამას მოყვება ლოგიკური გაგრძელება. დაკავება, სასამართლო და განაჩენი. მაგრამ ამ ადამიანთან ლოგიკური არაფერი არ ხდება. ამ სცენარის მაგივრად ხდება ერთი რაღაც. მავროდი ქრება. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ერთ დღეს უბრალოდ ქრება. თავიდან ამას ვერავინ ამჩნევდა, თუმცა გადიოდა დრო და ის აღარც ინტერვიუებში ჩნდებოდა, აღარც ახალ ამბებში და არც კონტაქტზე აღარ გადიოდა. გადიოდა დღეები, კვირები, თვე და მიხვდნენ, რომ ის გაქრა. ყველანაირი განმარტების და კვალის გარეშე. სამართალდამცავები იწყებენ ძებნას, მაგრამ არც კი იციან სად უნდა ეძებონ. არ ფიქსირდებოდა არც ქვეყნიდან გასვლა და არც რამე შეცდომა, რაც სკვალზე გაიყვანდათ. 90-იანებში უკვე ყველგან იყო ძებნა გამოცხადებული. 97 წელს მავროდი ჯერ ფედერალურ, ერთ წელში კი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა. საქმეში ჩაერთო ინტერპოლიც, მაგრამ უშედეგოდ. დადიოდა ჭორები, რომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიგეთა. ზოგი ამბობდა, რომ როგორც ხდება ხოლმე, საზღვარგარეთ წავიდა და ტკბებოდა მდიდრული ცხოვრებით. რეალურად კი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იცით სად იყო? მას მოსკოვი არ დაუტოვებია. ის ჩვეულებრივ პატარა ნაქირავე ბინაში ცხოვრობდა, მშობლების სახლთან ახლოს. გადაწეული ფარდების მიღმა. არ კონტაქტობდა არავისთან და ცდილობდა მაქსიმალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო. წლების განმავლობაში ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობდა, იჯდა პატარა ბინაში მარტოდ-მარტო. ერთი იდეის პირისპირ. კი, თავის იდეაზე უარი არ უთქვამს და მთელი ეს იზოლაციის პერიოდი გამოიყენა ნაყოფიერად. წერდა ტექსტებს, სცენარებს, წიგნებსაც კი ფილოსოფიაზე, ძალაუფლებაზე და ადამიანების მართვაზე. უდიდეს დროს ატარებდა კომპიუტერთან, აანალიზებდა ყველაფერს, ფიქრობდა და აწყობდა ახალ სისტემას. შექმნა ონლაინ პირამიდა Stock Generation-ი, რომელზეც ბევრი ინფორმაცია არაა. ცნობილია ის, რომ მან ამით აზარალა დაახლოებით 300,000 ამერიკელი და ევროპელი. საბოლოოდ მავროდის მხოლოდ 2003 წელს 8 წლის შემდეგ პოულობენ. როგორც თავად ამბობდა, ის თავისიანებმა გასცეს და სპეცოპერაციით დააკავეს. სხვათა შორის არსებობს აზრი, რომ ის ცოლმა დაასმინა, რითიც მოიპოვა ხელშეუხებლობა. დაპატიმრების შემდეგ 2005 წელს სერგეი საკუთარი ინიციატივით განქორწინდება, რადგან ფიქრობდა, რომ ციხიდან ვეღარ გამოვიდოდა და არ უნდოდა ცოლის დატყვევებაც. მიუბრუნდეთ ისევ სპეცოპერაციას. ამ დროის მანძილზე იცით რამდენ ტომიანი საქმე დაგროვდა მასზე? 700. რომელთაგან თითოეული 300 გვერდს მოიცავდა. წარმოიდგინეთ, მისი საქმეები რომ დაელაგებინათ, სიმაღლეში 10 სართულიანი კორპუსის სტოლი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, 2007 წელს მას მხოლოდ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა და ასევე დააკისრეს ჯარიმა 20 მილიონი რუბლის სახით. მავროდი ამბობდა, რომ ის სუფთა იყო კანონის წინაშე, რადგან კეთილსინდისიერად გადაიხადა დაკისრებული თანხა. ხალხს კი მოუწოდებდა, რომ პრეტენზია ჰქონოდათ არა მასთან, არამედ მმართველ ძალასთან, რადგან მათი ინვესტირებული თანხა ნაღდი ფულის სახით ინახებოდა MMM-ის სათაო ოფისში, რომელიც 1994 წლის ჩხრეკის დროს გაქრა. სახელმწიფომ მაშინ რეალურად გაიტანა ოფისიდან 17 კამაზი ნაღდი ფული. დაპატიმრებამდე და მრავალრიცხოვან სასამართლო პროცესებამდე მავროდის ქონება ქვეყნის ბიუჯეტის მესამედს, ანუ დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პლუს ამას მას ჰქონდა გაზისა და ნავთობის კომპანიების წილიც.
თავად ამბობდა, რომ ზუსტად არც იცოდა რამდენი ფული ჰქონდა. იცოდა ერთი, რომ შეეძლო ყველაფრის შეძენა, რაც მოუნდებოდა. მიუხედავად ამისა, მავროდი თავის თავზე ფულს დიდად არ ხარჯავდა. მისი ვიზუალი ისევ ისეთი იყო, როგორც დასაწყისში. ტანსაცმელი სპორტული, არ უფიქსირდებოდა უძრავი ქონება. ბინაც კი არ ჰქონდა ნაყიდი, მშობლებისაში ცხოვრობდა. ინტერვიუში ამბობდა, რომ არ აინტერესებდა მატერიალური ნივთები, არ უყვარდა მანქანები ან ფუფუნების საგნები. მთელ შემოსავალს ხარჯავდა რეკლამაში სტრუქტურების შენახვასა და ახალი ოფისების გახსნაში. გადის რამდენიმე წელი, მავროდი იხდის სასჯელს და მას ათავისუფლებენ. ის კვლავ ჩდება, თუმცა ახლა პირდაპირ ამბობს იმას, რომ ის, რასაც აკეთებს, არის ფინანსური პირამიდა. შენდებ ფულს და ამით მდიდრდები. ან კარგავ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, გარეთ 2011 წელია. ინტერნეტზე წვდომა ბევრს აქვს. ინფორმაცია MMM-ზე უფრო მეც, მაგრამ ადამიანები მეორედ მიდიან და დებენ საკუთარ ფულს. ამჯერად ყველაფერი ონლაინ ხდებოდა. ადამიანები ბანკის გარეშე პირდაპირ ურიცხავდნენ ერთმანეთს თანხას. იდეა ისევ ის იყო, ფორმატი განსხვავებული. განსხვავებული იყო მიწოდების ხერხიც. სერგეი ახლა პირადად ელაპარაკებოდა ხალხს, ვიდეოების საშუალებით, მიმართვით და ინტერნეტის გამოყენებით. თავად უხსნიდა წესებს, არწმუნებდა და იპოვებდა ნდობას. მონაწილეებს ულოცავდა დღესასწაულებსაც კი. რაღაც მომენტში ამან იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ ფინანსურ სისტემას კი არ გავდა, არამედ რაღაც საზოგადოებას, უფრო მოძრაობასაც კი. ისე, საინტერესოა ხომ რატომ წამოეგო ხალხი ამას მეორედ. საქმე იყო კონტროლის ილუზიაში. ახლა ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ეს იყო ფინანსური პირამიდა და ეგონათ, რომ თამაშიდან შესვლას მალევე შეძლებდნენ. ეს მართლაც ასე იქნებოდა, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს ფიქრობდა. მეორე მომენტი იყო, ამჯერად ყველაფერი გამოვა. თუ პირველ შემთხვევაში ხალხს ნეგატიური გამოცდილება ჰქონდა, ახლა თავს არწმუნებდნენ, რომ გამოცდილი იყვნენ და მაშინ კი შეცდნენ, მაგრამ ახლა უფრო ჭკვიანები არიან. მესამე იყო სოციალური მტკიცებულება. ადამიანები აქვეყნებდნენ გაორმაგებულ მოგების სკრინებს, ტყვებოდნენ გამდიდრების ისტორიებს და მარტივად ეგებოდნენ იმ აზრით, რომ სხვას თუ გამოუვიდა, მეც გამომივა. აქვე დიდ როლს თამაშობდა სიხარბე და შიში. ადამიანებს არ უნდათ შანსის დაკარგვა და სურდათ უფრო დიდი მოგების ნახვა. ისტორია მეორდება. სწრაფი ზრდა, ნდობა, ბევრი ადამიანის ჩართულობა და კრახი. სხვათა შორის 2015 წელს მავროდი მსოფლიოს მესამე ქვეყნების ბაზარზეც კი გავიდა. ნიგერიამ 18 მილიარდი ნაირით იზარალა. განაზე არ ვიცით, თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ 2017 წელს ცენტრალურმა ბანკმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ეს ფინანსური პირამიდა იყო და მოუწოდა მათ თანხა არ ჩაედოთ მსგავს კომპანიებში. ჯამში პირამიდა მინიმუმ 107 ქვეყანა მოიცვა. საბოლოოდ, მავროდის ამ ყოველივემ მინიმუმ 2 მილიარდ დოლარიანი მოგება მოუტანა. ახლა გასაგები ხდება მთავარი. პრობლემა მხოლოდ მავროდიში კი არ იყო, არამედ იყო ადამიანებში. იმაში, თუ როგორ ვართ ადამიანები მოწყობილი, როგორ გვწამს იდეის. ვარწმუნებთ საკუთარ თავს და ვუბიძგებთ იმისკენ, რაც ერთი შეხედვით ძალიან არალოგიკურია. მავროდის ბოლო გახმაურებული განცხადებები პოლიტიკასა და კრიპტოვალუტას ეხებოდა. 2017 წელს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის კენჭს იყრიდა. იქამდე კი თქვა, რომ ქმნიდა მისი სახელობის ვირტუალურ ვალუტას მავროს. მავროდი გარდაიცვალა 2018 წლის 26 მარტს, ინფარქტით, 63 წლის ასაკში. ის ავტობუსის გაჩერებაზე იყო, როდესაც შეუძლოდ გახდა და გამვლელმა სასწრაფო გამოუძახა. გარდაიცვალა საავადმყოფოში, საიდანაც ახლობლებმა უარი თქვეს ცხედარის გატანაზე. ძმამ კი აკრძალა მისი საოჯახო სასაფლაოზე დაკრძალვა. მორგიდან სხეული მხოლოდ 5 დღის შემდეგ ყოფილმა ცოლმა გაიყვანა. დაკრძალვის ხარჯები მისმა მხარდამჭერებმა და MMM-ის ყოფილმა ინვესტორებმა დაფარეს. გახსოვდეთ, რომ სანამ ხალხს ჯერა იმის, რომ გამდიდრება შესაძლებელია მსგავსი მარტივი და სწრაფი ხერხით, ყოველთვის გამოჩნდებიან მავროდისნაირი ადამიანები, რომლებიც ამით ისარგებლებენ. კი, MMM-ის ისტორია დასრულდა, თუმცა დასრულდა მხოლოდ ამ კომპანიის ფარგლებში. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ არ წამოეგოთ რაიმე მსგავს საეჭვო შემოთავაზებებს. ტრადიციულად დიდი მადლობა, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. უღრმესი მადლობა წინა ვიდეოზე ამდენი კომენტარისთვის და აქაც უნდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამომიწეროთ და დამიტოვოთ რაიმე სახის კომენტარი, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად მეხმარება. წინაზე ასევე დამიწერეთ, რომ უსმენთ ხოლმე ძილისწინ ვიდეოებს, ამიტომ ვინც იძინებთ, ძილინებისა. დროებით.